ბათუმში ადვოკატების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ ევროპის მოედანზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცების გადავადება გააპროტესტეს. ინიციატივის თანახმად ადვოკატებს ჩხრეკისა და მტკიცებულებების ამოღების უფლება ეძლევა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის ამოქმედება 2014 წლის 16 სექტემბრამდე გადადო. ამას ისიც დაემატა, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პროექტის პირვანდელ ვერსიაში შესწორება შეიტანა, კონკრეტულად კი მესამე პირის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წარდგენა ადვოკატების შუამდგომლობით ბრალდების მხარისთვის აუცილებელი ხდება. ადვოკატების შეფასებით ამ ცვლილებების გამო იზრდება მტკიცებულების შეცვლის ან განადგურების რისკი. ადვოკატთა საპროტესტო აქცია დღეს პარალელურად ქუთაისში საქართველოს პარლამენტის წინ გაიმართა. ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენთვის მონჭებული უფლებები, რაც დაკავშირებული იყო ისეთ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან, რაც არის ჩხრეკა და ამოღება, რომ ამოქმედდეს 2014 წლის 16 სექტემბრიდან. რეალურად ჩვენ ასე ვთქვათ, მიმდინარე წესსაც არ გვექნება იმის საშუალება, რომ ბოლომდე უზრუნველყოთ ადამიანის უფლებების დაცვა. ხშირ შემთხვევებში ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა, როცა ჩვენ ვახორციელებთ დაცვას, დგება დღის წესრიგში იმის აუცილებლობა, რომ სასამართლოს მიმართოთ შუამდგომლობით ამა თუ იმ სააგნის ნივთის თუ სხვა შინაარსის მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ფაქტობრივად ადვოკატი და ბრალდების მხარე არაა თანასწორ პირობებში მტკიცებულებათა მოპოვების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ იმის გამო, რომ ამ უფლების შეზღუდვა, რაც უნდა ყოფილიყო და ვეღარ მივიღეთ, დაკავშირებულია ადამიანის უფლებების დაცვასთან და იმ პირების დაცვასთან, ვის ადვოკატირებასაც ჩვენ განვახორციელებთ სისხლის სამართლის პროცესებს. დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული მტკიცებულება პირველ რიგში გამოსაკლებად არ უნდა წარედგინოს ბრალდების მხარეს და ეს უნდა მიეცეს ადვოკატს.